მეორისთვის შეიძლება სტრესის მომტანი იყოს ცხოვრების სეულით, მაგრამ როდესაც გააცნობიერებ შენ სიცოცხლეში, რომ ამაზე კარგს ვერადოს ვერაფერს ვერ გააკეთებ, რაც არის და რასაც ქვია შენ შვილებთან ერთად დროის გატარება, რა დროც აღარასდროს აღარ დაბრუნდება, არ იქნებიან პატარები, გაიზრდებიან და თავიანთ ცხოვრებას მიხედავენ, შენც ავტომატურად ასაკი მოგემატება და კარგი მოსაგონარი დღეები უნდა გქონდეს მათი დაბადებიდან გაზრდამდე და ასე შემდეგ. ყოველი დღე გაატარეთ თქვენ შვილებთან ერთად, რომ აღარ გამეორდება ეს დღეები. იმიტომ უბრალოდ აღარ გამეორდება. ყველაზე კარგი არის. არ უნდა დაისტრესოთ თავი ამ მდგომარეობით. ძალიან ბევრს აწუხებს და დისკომფორტს უქმნის. ბავშვებთან ერთად ყოფნა, მაგრამ სკოლაში წაყვანა, მოყვანა, ასე შემდეგ. ყველანაირი ურთიერთობა. მანამდე ბაღი არის. არ გადახვიდე. მანამდე ბაღი არის და ბაღამდე კიდევ ძალიან ბევრი უძილო ღამეები, რაც უნდა გაუთენოს მშობელმა შვილს. ეს არის პირდაპირ ვალდებულება სამყაროს. ყველას მოვალეობა ზოგინდა რომ გაიარო ეს და გაანალიზო, ეს არის მოწყობილი ცხოვრება. მე არ მესმის იმ ხალხის, ვისაც ამის გაძლება და გადატანა არ შეუძლია. გულის სიღრმეში ყველას უნდა, მაგრამ ზოგს არ შეუძლია. წარმატებებს გისურვებთ ყველას. ბედნიერ, ლამაზ და პოზიტიურ დღეს.